ახლა უნდა გაგაცნოთ ბრინჯაოს მფლობელი TBC-ის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებული ბიზნესი. საუბარია სოციალური კონცეფციის მაღაზიაზე ეს კი, რომელმაც TBC-ის ბიზნეს დაჯილდოებაზე გაიმარჯვა კატეგორიაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა. სხვათა შორის ამ ნომინაციას ჯამში 3 გამარჯვებული ჰყავს. პირველი ადგილი დაიკავა ყველასთვის გამორჩეულმა სოციალურმა კაფე მზიურემ. მეორე ადგილზე გავიდა ამ ნომინაციაში და გამარჯვებული გახდა საწარმო ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტების გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს და როგორც მოგახსენებთ, მესამე ადგილი უკვე დაიკავა და გაიმარჯვა ბრინჯაოს მფლობელი გახდა საწარმო ესკი. ეს არის სივრცე, სხვათა შორის პირველი ასეთი საქართველოში, რომელიც სოციალური მეწარმეობის წარმომადგენლებს აერთიანებს და მომხმარებლებს თავისუფალი და მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს. როგორი არის ესკის როგორც სოციალური ბიზნესის მუშაობის სპეციფიკა და მათ შორის გეგმებით 2025-ში. სალომე კუსიანი, ესკის დირექტორი გვერდება ახლა სტუდიაში და მასთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. დილომშვიდობისა საუბარი. დილომშვიდობისა, მოხარული ვარ რომ გსტუმრობთ. მადლობა მომზადებისთვის. გილოცავთ ბრინჯაოს ფლობას უკვე TBC-ის ბიზნეს დაჯილდოებისა. სალომე, რას ნიშნავს ესკისთვის? ესკიზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს BMG-ის არაერთ პლატფორმაზე ქალების ნარატივიდან დაწყებული საქმიანი დილათი დასრულებული. თუმცა დღეს უკვე გამარჯვებულის სტატუსით როგორ გეგმავთ ესკის განვითარებას? პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მიხარია თქვენთან სტუმრობა და ესკისა და ჩვენს მომავალ მიზნებზე საუბარი. და განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ნამდვილად გამარჯვებულის და ბრინჯაოს მფლობელის სტატუსით ვისაუბრებთ სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკიზე. დღესდღეობით ჩვენი ყველაზე მთავარი ესე ვთქვათ მიზანი და საქმიანობის ღერძი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ამ სივრცის საქმიანობა არსებული გამოწვევების ფონზე და რა თქმა უნდა მომავალში შევძლოთ განვითარება და ესკის უკვე სხვა ფილიალების გაჩენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა მოსახლეობას და ქართველ მომხმარებელს აუცილებლად შევქმნათ ხელმისაწვდომობა სოციალურად პასუხისმგებლიანი და რაც ჩვენი მისია გავაცნოთ სოციალური საწარმოები, მათი მისია და მათი საქმიანობის მნიშვნელობა ზოგადად საზოგადოების კეთილდღეობისათვის. სწორად ამოვიკითხე თუ არა, მე მოპატია თქვენს საუბარში რაღაც გარდამავალი ეტაპია ახლა ესკის. კი. ყოველდღიურობაში, რომელიც გასავლელი გვაქვს ყველას ერთად, რა ტიპის გამოწვევებია ვიდრე განვითარდებით ქსელური და სხვა მიმართულებებით. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი სივრცე შეიქმნა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ, რომელიც არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და წარსული და ამჟამინდელი გამოწვევების ფონზე ცხადია იმ ტიპის საქმიანობებს, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან იმართებოდა, აქვს საქმიანობაში გარკვეული ხელი შეშლები, ესე რომ ვთქვათ, მარტივად და მსუბუქად და შესაბამისად დღეს ჩვენი ამოცანა არის, რომ შევძლოთ ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება და იმგვარად შენარჩუნება, რომ ჩვენი მთავარი მისია რაც არის, რომ სოციალურ საწარმოებს ვაერთიანებდეთ, სოციალური საწარმოების პროდუქციას, პოპულარიზაციას უწევდეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ვინარჩუნებდეთ მათი საქმიანობის მიზანს, ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, გარემოზე ზრუნვას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ასე შემდეგ. ამ საქმიანობის შენარჩუნება შევძლოთ. გარდამავალ პერიოდს ვამბობ, იმიტომ რომ გარკვეულწილად ორგანიზაციული ცვლილებები დაგვჭირდა იმისათვის, რომ მყარად ვიცოდეთ, რომ დღეს საქმიანობას ვინარჩუნებთ. თუმცა მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ამ გამოწვევების ფონზე ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ მაგალითად გამختარიყავით გამარჯვებული ამ ნომინაციაში და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო, ესე რომ ვთქვათ. სალომე, დღეს ესკი რამდენ საწარმოს აერთიანებს, ანუ რამდენ საწარმოზე აქვთ წვდომა მომხმარებლებს, ვინც ესკის აი ამ სივრცეს ეწევა და ის მიღწეული შედეგები, რაც დათვლადი არის, ხო? რამდენ ადამიანსაც სოციალური მიმართულებით დაეხმარა ესკი. ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ დაახლოებით 18 სოციალური საწარმოთი, რომელსაც ესკი აერთიანებდა და 3 წლის თავზე დღეს უკვე ეს რიცხვი 30-მდე არის გაზრდილი და 30 სხვადასხვა სოციალური საწარმოს პროდუქტს ვაერთიანებთ. რაც შეეხება შედეგებს, რომელიც ხელშესახებია, ესე ვთქვა და გაზომვადია ეს შედეგები, ცხადია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოციალური საწარმოების ზრდაც მიუთითებს იმ
იმაზე, რომ ზოგადად სივრცემ ნამდვილად მიაღწია იმ მიზანს, რომ სოციალური საწარმოებისათვის მხარი დაეჭირა და მათი мотивация გაზრდილიყო, რომ მაგალითად პროდუქცია განევითარებინათ, ესკიში წარმოედგინათ და ასე შემდეგ. და ნუ რა თქმა უნდა, ესკის 3 წლის შედეგები, რაც უკავშირდება ფინანსურ მაჩვენებლებს, რაც სოციალური საწარმოებისათვის ფინანსური მხარდაჭერა არის, იგი გამოხატული არის კონკრეტულად ბოლო 1 წლის განმავლობაში 2024-2025 წლების 2024 წლის განმავლობაში უпростоრად ჯამში მოვახერხეთ, რომ 200,000-ზე მეტი მხოლოდ სოციალური საწარმოებისათვის დაგვეგენერირებინა დამატებითი შემოსავალი და გვემასპინძლა 4,000-ზე მეტი ინდივიდუალური მომხმარებლისათვის, რომლებმაც სოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენი გააკეთეს. საუბარია e-commerce-ითაც და ფიზიკურადაც? ფიზიკური მაღაზია, თუმცა e-commerce-ის ნაწილში რამდენიმე მხოლოდ ანუ არც გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ e-commerce-ი უნდა აღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ანუ BMG-ს ეს ვთქვათ ეთერში აღნიშნეთ, რომ გვინდოდა ამის განვითარება, ჯერჯერობით ცოტა გამოწვევად რჩება ამ პლატფორმის გამართვა, თუმცა სამომავლო გეგმებში გვაქვს ამის განვითარებაც. ვიდრე e-commerce მეტად განავითარებთ, ის ნიშნული რა არის, რასაც უნდა მიაღწიოს 25 წლის ბოლომდე ესკიმ სოციალური ნაწილში დახმარების თვალსაზრისით. წლის ბოლომდე, რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ, არის შემოსავლების გამრავალფეროვნება, პირდაპირ აღნიშნავ ამას და ვგეგმავთ, რომ საბედნიეროდ ჩვენი სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ სოციალური საწარმოების მიერ ორგანიზებული ვორქშოპები და განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა ხელით ადამიანების მხრიდან ხელით რაღაცის შექმნაზე, გაკეთებაზე და ამაში ესე ვთქვათ განტვირთვაზე და ძალიან გვინდა რომ ეს მიმართულება წელს განსაკუთრებულად წლის ბოლომდეც რაღაცნაირად დავტვირთოთ, ვცადოთ, დავტესტოთ და როგორც საერთაშორისო ისე ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ იგივე კერამიკის ვორქშოპი იქნება, ეს ღია ბარათების დამზადება სხვადასხვა გამხმარი ფოთლებით, ყვავილებით და სხვა ტიპის ვორქშოპები, რომლის გადმოტანაც შეიძლება ჩვენს სივრცეში. 25 წლის ბოლომდე ეს გეგმები გვაქვს 26 ვნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ გრძელვადიანად საკმაოდ რთულდება რაღაცების დაგეგმა. მადლობა. ეს კი შეუძლია ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი. BMG-ს. დიდი მადლობა. ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი თემიდან გამომდინარე. მე წარმატებებს ვსურვებ ამ გუნდს და მადლობა მის დირექტორს სალომე კუსიანს მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ ულოცავ მათ და სხვა გამარჯვებულებს სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში TBC-ის ბიზნეს დაჯილდოებაში 2025-ში გამარჯვებას.